Თქვენი აზრით რატომ გახდა აქტუალური საუბარი იმაზე, რაც მუშაობდა, დადებით შედეგებს იძლეოდა და საქართველოს მოსახლეობა რო გამოკითხო, მნიშვნელობა არ აქვს ქართველი იქნება თუ არა ქართველი, ყველა გეტყვის რომ სახელმწიფო ენის ცოდნა, ქართული ცოდნა ყველასთვის მნიშვნელოვანია, პრეტენზიებიც ისმის ოქრანი მახსენდა გეგონება იმ ხალხს უნდა და ძალიან სწავლობა პირიქით ამდენი წელია მე რამდენიმე სიუჟეტი გქონდა ჩვენ აზერბაიჯანელი დედები, ანუ ჩვენ სოფლებში მსხოვრები როგორ იხვეწებიან ბაღების და ბაგაბაღების გახსნას და იმას რომ ბავშვობიდან ქართული ნორმალურად ისწავლონ თავიანთი ენასთან ერთად ასე ამდენი წელი და დეკადაა რომ სახელმწიფო მინიმალურ დონეზეც კი ვერ მოახერხა ამის მხარდაჭერა და აგერ ძლივს ერთი წარმატებული პროგრამა იყო ამის გაუქმებაზეა ლაპარაკი რატო რეზო როგორ ფიქრობ ხო ნუ აქ რამდენიმე მიზეზი შეიძლება გამოიყოს იმიტომ რომ ზოგადად ეს პროგრამა იმთავითო იყო დაგეგმილი როგორც მილევადი პროგრამა გარკვეულწილად მაკომპენსირებელი რაც აღწერა კიდევაც აგერ ოქტაიმ იმისა რომ სახელმწიფო ვერ ახერხებდა სათანადო დონეზე ესე იგი სახელმწიფო ენის სწავლებას იმ ადამიანებისთვის რომლებისთვისაც ეს სახელმწიფო ენა არ იყო მშობლიური ხო ანუ ქართულს ვერ ასწავლიდნენ ეთნიკურად მაგალითად სომხებს აზერბაიჯანელებს და ასე შემდეგ შემდეგ, როდესაც სხვა პარალელურად მრავალი პროგრამა მუშაობდა იმისთვის, რომ ხარდაჭერა აღმოეჩინა ამ სკოლებისთვის, რომ იქ ქართული ენა კარგად ხარისხიანად ყოფილიყო, 93%-ზე რო ლაპარაკობთ, მე მინდა დაგარწმუნო, რომ 93%-ზე საუბარი ვერ გვექნება იმ მოსახლეობაშიც კი, ვისთვისაც მშობლიურია ქართული ენა, იმათაც არიციან 93%-მაც არიცის სათანადო დონეზე ქართული, იმიტომ რომ ჩვენ კატასტროფული კვლევები გვაქვს, მაგალითად ეთნიკურად ქართულ მოსახლეობაში, მაგალითად წაკითხულიდან გააზრების პრობლემა როგორია და ასე შემდეგ. ანუ ქართული ენის თვითონ მშობლიური ვისთვისაც არის, იმათვის იქაც ვერ ვახცევთ, მაგრამ რაოდენობას კი არა, ნუ კატასტროფულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. და ეხლა ამ შემთხვევაში ხო მაშინ, როდესაც ბევრი მხარდამჭერი პროგრამა იყო, მაშინაც კი არ გააუქმეს წინა ხელისუფლების დროს, იმიტომ რომ ჩაითვალა, რომ ეს არ არის ჯერ საკმარისად მიღწეული, იმიტომ რომ რაღაცა ისენი რაღაც გარკვეული ბეიზლაინები იყო, რომელზედაც უნდა ფიქრობ გავაჩი ხო რაღაც დათქმული დრო დედლაინები იყო რომ თქვენს რომ ესე მე კიდე გააგრძელეს იმიტომ რომ ობიექტურად მართლა კი იყო გაუმჯობესება მაგრამ ეს არ იყო საკმარისი ეხლა საუბარი ამაზე არის აბსოლუტურად გაუგებარი იმიტომ რომ ეს ფაქტიურად არის ერთი რომ ეს არის უცოდინრობის ამბავი იმიტომ რომ ასეთი რიცხვების რა ხარუხი არის აბსოლუტური პროფანაცია ხო რომ ეხლა ამას რასაც ადამიანები რო ლაპარაკობენ ეს ნიშნავს იმას რომ ეს ამ ხელისუფლების წარმომადგენლები საერთოდ ნამყოფები არ არიან იმ ადგილებში, სადაც მჭიდროდ არიან დასახლებული ეთნიკურად არაქართველი საქართველოს მოქალაქეები, ხო? ეს ამას ნიშნავს იმას, რომ განათლებაში საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება, რა პროცესები მიდის, ვირა იცის და ასე შემდეგ და მესამე ის, რომ ეს კვლევასთან დაკავშირებითაც ეხლა არა მარტო განათლების სფეროში, რომ ზოგადად კვლევაზე წარმოდგენა არ აქვს, ხა ასეთ რამეს ვლაპარაკობენ. მაგრამ მეორე საკითხი ისაა, რომ საერთოდ ამას საერთოდ როგორ გაახსენდათ ესეც არ მესმის რა იმიტომ რომ იქ უამრავი სხვა პროგრამა არის განათლების სფეროში რომელიც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს მინისტრებს და კომიტეტის თავმჯდომარეებს და განათლების კომიტეტის წევრებს საერთოდ ესე იგი ესე შეხება არ ქონიათ ამ პროგრამასთან სახელწოდებებიც არ იციან და უცებ რატომღაც ეს 1+4 გაახსენათ რა თქმა უნდა ოქტაიმ რა თქვა ეს არის კი იმიტომ რომ მათ უნდათ მორჩილი საზოგადოება აი ამ კონკრეტულ თემებში რომ როგორც ყოველთვის რომ აყალბებდნენ არჩევნებს ისევ გააგრძელონ გაყალბება და იქ ეხა აი ბოლო არჩევნებზე მაგალითად ძალიან ბევრი აქტივისტი იყო ხო რომლებსაც ქონდათ საშუალება რომ ამ ეთნიკური უმცირესობებისთვის მათთვის მშობლიურ ენაზე ინფორმაცია მიეწოდებინათ იქ რაღაცა ჩაეტანათ ის ამბები ქვეყანაში რა ხდება რომ ეს ადამიანები ფაქტიურად მოწყვეტილები არიან იმ საინფორმაციო სივრცეს და ძირითადად იქ ხო რეგიონებში ჩვენ ვიცით რომ ეს კრიტიკულად განწყობილი მედია ფაქტიურად ვერ მაუწყებლობს და იქ საერთოდ ქართულენოვანი მედიაც საერთოდ ხელმისაწვდომი არ არის და ჩვენ ვიცით რომ აი ამ წლების განმავლობაში ეს ინერცია იყო, რომ სახელისუფლებო ძალისათვის რაღაცნაირი ყამირი გარკვეული სათბური იყო ამ ელექტორალური ხმების მოპოვების ეს ეთნიკური უმცირესობები ჭიდროდ დასახლებული ხო ბეღელი კი ბატონო აი ხო რომ ესე იგი აქედან მოსავალი კარგი მოსდიოდათ რა ესე იგი და ამათ ეს უნდა და კიდევ ერთი რასაც ეს კიდევ გამოიწვევს ეს არის ფაქტიურად ჩვენი საზოგადოების ფრაგმენტაცია კვლავ ხო ჩვენ ვცდილობთ რომ ყველა საქართველოს
საქართველოს მოქალაქე განურჩევლად ხო ეთნიკური წარმომავლობისა იყოს ინტეგრირებული ამ საზოგადოებაში და იყოს აქტიური წევრი ამ საზოგადოების, ხო? და ეს და ამისკენ გარკვეული ნაბიჯები იდგმებოდა, ხო? და ეს თავარი არის, რომ ენა იცოდე, ხო, რომ კომუნიკაციაში შეხვიდე, ინფორმაცია მიიღო, გაავრცელოს ინფორმაციაში. ამის მოსპობა ნიშნავს იმას, რომ კიდევ ისევ დეზინტეგრაცია მოხდება და ამ ადამიანების ისევ მარგინალიზაცია მოხდება, იმიტომ რომ ეს არა მარტო პოლიტიკურ საკითხში აისახება, არამედ ბიზნესში, რაღაც სამოქალაქო ურთიერთობებში და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ადამიანებს მაგალითად ექიმთან სიარულის პრობლემა ჰქონდათ, იმიტომ რომ და თარჯიმანი ჭირდებოდათ და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ და აი ამ პრობლემების წინაშე ვდგავარ. დღესაც ჭირდებათ. ხო, დღესაც ჭირდებათ, რა თქმა უნდა, მაგრამ პროგრამებზე ცნობა ხო, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც უთარგმნიან, ისინი მაინც გაჩნდნენ. ადრე ეს პრობლემა იყო. მაგალითად, ახალ ქალაქში იყო კატასტროფული პრობლემა იმ ხრივ, რომ ფაქტიურად გარდა მაგალითად სომხურისა ვერც ერთ ენაზე, ანუ კომუნიკაცია საერთოდ ვერ შედიოდი, ხო? ვერც რუსულად ცხადდება, ვერც ქართულად, ეს იყო მარტო სომხური, ხო? ეს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, იქ ყოველთვის უფრო პრობლემა იყო, იმიტომ რომ ახლა მაგალითად მარნეულს უფრო მეტი კონტაქტი აქვს დედაქალაქთან, მათ უფრო სომხეთთან და ნუ ეს რაღაც გარკვეული ობიექტური პრობლემები ეს არსებობდა და ამას განსაზღვრავდა. ეს არის ეს არ ვიცი მე ეს რა ტიპის გადაწყვეტილება ეხა არ ვიცი საზოგადოება ჩვენ ისეთ გარემოში ვცხოვრობთ და ისეთ გადაწყვეტილებებს ვისმენთ ხო გიორგი რომ შეიძლება ეს ეხა ვიღაცისთვის იყოს ნუ აი რაღაც ნაკლებად სადარდებელი იმიტომ რომ ნუ საერთოდ ჩამოგვაშორეს ყველაფერს თუ კიდამე შეიძლებოდა მე რაღაც საშინელი რაღაც რეპრესიული კანონები მიიღეს და ამ გადაწყვეტილებებს გვაჩვევენ ჩვენ შემდეგ ამის ფონზე აი ესეთი ტიპის გადაწყვეტილებებზე შეიძლება საზოგადოების რეაქცია ისეთი არ იყოს. არადა ეს არის ერთ-ერთი უმკივნეულესი და ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც არის მრავალფეროვან ადამიანთა ერთობა, ასეთი ტიპის ქვეყნისთვის არის დამღუპველი, არის ძალიან დიდი საფრთხეების შემცველი ასევე, ხო, მე მჯერა რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც აი ხო არ არიან მაგალითად ეთნიკურად ქართველები, არიან განწყობილები, პატრიოტები, მე ბევრ ახალგაზრდა შეხვედრივარ, რომლებიც ამბობენ რომ ისინი ქართულ უჭირთ ქართულად ლაპარაკი, მაგრამ ქართველობას, საქართველოს მოქალაქე, ქართველობაში ამ შემთხვევაში ჩვენ ეთნიკურ კუთვნილებას არ ვანიჭებთ, არამედ მოქალაქეობაზე ლაპარაკი, ისინი თავის სამშობლოს უწოდებდნენ საქართველოს. ამაშია საქმე და აი ამის მოსპობა უნდათ. და ეს არის კატასტროფა, ხო და მე მჯერა იმისი რომ ამ ადამიანების გულებში და ცნობიერებაში ეს არ წაიშლება, მაგრამ ეს გარკვეული დროის განმავლობაში გამოიწვევს რომ შემდეგი თაობები გაუცხოდებიან ამ ქვეყნისგან.